ეს არის ტრიპლექსი. 3 ელექტროპანელია. პირველი რაც ჩანს არის აი სასუნთქი. თავარი პლამბინგის ტრუბისთვის აქვთ გაკეთებული. აქ არის ერთი პლამბინგის ტრუბა თეთრი, რომელიც ჩამოვარდნილია, იქ წყალს იკავებს, წესიერად არ დაიწრიტება. აქ ამ ბოილერზე expansion tank-ი ეს არ ვარგა, იმიტომ რომ ეს ტენკი არის 150 პაუნდზე გათვლილი და ამ ბოილერს სჭირდება 12 პაუნდიანი და არა 150 პაუნდიანი, რომელიც არის water heater-ის სინამდვილეში. ანუ არასწორი ტენკი ვყენიათ. თვითონ ეს ტენკი აქ სწორ ეს კარგია, მაგრამ თვითონ ტენკი არ ვარგა. აი შეხებისთანავე უკვე იგრძნობა, რომ წყლით არის სავსე. აი ეს pressure relief valve სველი არის შიგნით. აი ხელზე უკვე ჩანს, აი სველია. დროთა განმავლობაში ეს რო გაცხელდება, რა თქმა უნდა, გაშრება, მაგრამ ეს უკვე ერთჯერ გაღებული იყო, არა ერთჯერ, არამედ მრავალჯერ როგორ ჩანს. იმიტომ რომ ეს ბეისმენტი დატბორა. ეხლა წნევა არის დაახლოებით 12 პაუნდი. ბოილერზე გამოიყენეს აი ეს კაპლინგი, რომელიც shark bite არ შეიძლება ამის მუდმივ რეჟიმში გამოყენება. ეს მხარე ყოველთვის ცხელი იქნება, ეს ცივი იქნება. წყლის გამაცხელებელზეც გამოიყენეს shark bite-ები. ეს როგორც წესი დროებითია და არა მუდმივი. სინამდვილეში აქ ეს შეაკეთეს, აი პატარა სექცია გამოცვალეს, მაგრამ დანარჩენი ბოლომდე არ გამოუცვლიათ. აქ რა ხდება ზუსტად არ ვიცით. ეს არის ძველი როგორ ჩანს ეს კანალიზაცია წესით არ უნდა იყოს ეს. იმიტომ რომ ეს უკვე სახლი აქ მთავრდება, შეიძლება არის ზუსტად არ ვიცი. ბოილერს არ გაუკეთეს იზოლაციის ვალვები. ამიტომ ყველაფერის გამოცვლას დაგჭირდება, დასაწრეტი იქნება თავიდან სისტემა. ერთი რაც კარგი გააკეთეს არის ეს ბოილერი დადეს სიმაღლეზე. წესით და რიგით ორჯერ მაღლა რომ დაედოთ, უკეთესი იქნებოდა. ამ შემთხვევაში როცა ეს ბეისმენტი დაიტბორა, ეს გადარჩა, ეს ბოილერი. მეორეც გადარჩა, იმიტომ რომ სიმაღლეზე არის.
ეს წყლის გამაცხელებელიც გადარჩა. და მეორე წყლის გამაცხელებელი როგორც ჩანს გაუქმებულია. ეს ტანკი ფაქტიურად ნახევრად მუშაობს. აქ წნევა იყო 18, ცოტა გამოუშვი და დაჯდა 10-ზე. ეგრე კარგია. როგორ ჩანს, აქ წყლის დამატება დაიწყეს, ზემოთ რადიატორების დაწრეტა დაიწყეს. აი ეს ასე მოხსნილია. ეტყობა ეს მოხსნილი იყო და თქმურებმა დაამატეს წყალი. სწორედ აქედან იცლებოდა რამდენი ამატებდნენ. ეს მოხდა აქ როგორც ჩანს. და ეხლა პატრონს არ ეუბნებიან, რომ ეს ასე მოხდა. თვითონ ეს ტენკი რო გამოცვალოთ, აქ კიდე ერთი ვალვის დამატება მოგვიწევს, იმიტომ რომ ძალიან მთელი სისტემის დაწრეტა. არაფერი კონკრეტული ამ ვიდეოში, უბრალოდ რამოდენიმე დეტალის ჩვენება მინდოდა, რაც თვალში საცემია შემოსვლისთანავე.